გილოცავთ ბედობას და მოდით განვიხილოთ ჩემი 2025 წლის ყველაზე ხშირად გამოყენებადი, ყველაზე საყვარელი პროდუქტები. პირველ რიგში, ვისაც გამონაყარი გაწუხებთ, თქვენთვის მაქვს ორი პროდუქტი. პირველი არის Skin 1004-ის პროდუქტი, რომელიც არის ჩაის ხის ზეთის ექსტრაქტისგან დამზადებული და გაღიზიანებულ კერებს აცხრობს მომენტალურად. ხოლო მეორე არის ესეთი Balance Me-ის პროდუქტი. ამ პროდუქტზე საუბრით არ დავიღლები, იმიტომ რომ ამ პროდუქტმა მე ისე მიშველა, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მე მქონდა კანქვეშ გამონაყარი. თან ისეთი რაღაცნაირი სქელი კანი ქონდა ზემოდან გადაფარებული, რომ ეს ბორცვები მქონდა, მაგრამ ზემოთ არ ამოდიოდა იმისთვის, რომ მოშუშებულიყო. აი ამის წერტილოვნად დატანას ამოაქვს ყველანაირი შიგნით არსებული თეთრი პატარა კენჭებივით რო არის, ამოაქვს ზემოთ და შემდეგ უკვე როდესაც დავიტანთ აი ამ პროდუქტს, ანუ Skin 1004-ის ცენტელას პროდუქტს, ის მოშუშდება, უკვე რაც ზემოთ ამოვიდა და შემდეგ უკვე მორჩა დამთავრდა, აღარანაირი ბორცვი აღარ გექნებათ. ასე რომ თუ გაქვთ ესეთი შიდა გამონაყარი, აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს პროდუქტი, Balance Me, გამოვიტან სპეციალურად რომ დასკრინოთ და ეს არის მეორე. შემდეგ აქ მაქვს Oriflame-ის ორი პროდუქტი. ესენი არის ძალიან ბიუჯეტური პროდუქტები. პირველი არის წარბის ფიქსატორი და მეორე არის ყავისფერი ტუში. და ეს არის On-Color-ის ხაზის პროდუქტები, რომელიც არის უბიუჯეტურესი. ამაზე იაფად თქვენ ვერ იშოვით, ვერც წარბის ფიქსატორს და ვერც ყავისფერ ტუშს. საოცარი პროდუქტებია. და ბოლო ორი პროდუქტი, რაც მინდა რომ გაჩვენოთ, პირველი არის Wet n Wild-ის ესეთი ბლაში. აი ეს ბლაშები ღირს ძალიან იაფი, არის ძალიან ბიუჯეტური და საოცარი პროდუქტია, პატარა წყინავი ელემენტები აქვს და ულამაზესად ჯდება კანზე და თან დიდი ხანი არ გადადის. და ბოლოს ეს არის NYX-ის Butter Bronzer და აი ნახეთ ჩანს რამდენად მიყვარს. თითქმის ბოლომდეა გამოყენებული. იმის გარდა რომ საოცარი ფერი არის და ძალიან ლამაზი რუჯის ფერს გვაძლევს, არის ისეთი პროდუქტი, რომ შეგვიძლია რომ მინიმალურიდან მაქსიმალურამდე ავაშენოთ და ფენა-ფენა დატანით, როგორიც გვინდა ისეთი მივიღოთ ფინიში. უბრალოდ კიდევ ერთ პროდუქტს გეტყვით. ეს პროდუქტი ისეთი პროდუქტი არის, რომ არ მგონია რომელიმე ხელში ჩაიგდოთ. ეს არის Olivia Umas Glass Skin Tangulu, ესე ქვია. ეს იყო კრემი, რომელმაც მე მე მილიარდი კრემი მაქვს გამოყენებული და ასეთი მსუბუქი და თან მუშა კრემი არ მინახავს. ჟელესებრი ტექსტურა ჰქონდა, საოცარი არომატი ჰქონდა და ისე ატენიანებდა კანს და ისეთ ლამაზ ფერზე მოყავდა, რომ უბრალოდ მე თვითონაც გაოცებული დავრჩი და თუ ჩაგივარდებათ ხელში, აუცილებლად სცადეთ. სულ ეს იყო ჩემი საყვარელი პროდუქტები. გილოცავთ კიდევ ერთხელ ბედობას და ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ.